ციფრული მედიის საშუალებით ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ამბის უმოკლეს დროში მიღება და გავრცელება შეუძლია. ტრადიციულ გაბატონებულ მედიებს გლობალისტური ძალები ფლობენ და აკონტროლებენ, საიდანაც სასურველ იდეოლოგიურ პროპაგანდას ეწევიან. სოციმედიაში ინფორმაციული ნაკადების მრავალფეროვნება მათთვის გამოწვევა გახდა, ამიტომ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ფაქტების შემოწმების მექანიზმი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი სოციმედია პლატფორმის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის აღიარებით მალევე გადაიქცა სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც გლობალისტურ ლიბერალური დღის წესრიგის საწინააღმდეგო ინფორმაცია და ყველანაირი ალტერნატიული აზრი წლების მანძილზე იბლოკებოდა. ფაქტ-ჩეკერები იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებულნი, მათ მოსწეს ნდობა, განსაკუთრებით ამერიკაში. ამერიკაში ექს-პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პერიოდში აღნიშნული პროგრამა პოლიტიკურად მიკერძოებულ მხარეს წარმოადგენდა. კომპანია მეტას დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი წლების მერე ყველა იმ ზეწოლაზე ალაპარაკდა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია Facebook-ის გუნდზე ახორციელებდა. ეს ადამიანები ბაიდენის ადმინისტრაციიდან ჩვენს გუნდში რეკავდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და გვიყვიროდნენ. მთელი ეს დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ბოლოს იმ ზომამდე მიგვიყვანეს, რომ მათ პირდაპირ უთხარით. არ ვაპირებთ სიმართლის წაშლას ჩვენი პლატფორმებიდან. 2024 წლის აგვისტოში მეტას დამაარსებელმა შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ზემოთხსენებულ საკითხში მიღებული საკუთარი გადაწყვეტილების გამო ბოდიშიც კი მოიხადა. დროა დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, როდესაც საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლებას Facebook-სა და Instagram-ზე. მე სოციალური მედიის მშენებლობა დავიწყე, რათა ადამიანებს აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონოდათ. მოგვიანებით ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მალევე ცუკერბერგმა ამერიკაში ფაქტების შემოწმების მექანიზმის საერთოდ გააუქმა და განაცხადა, რომ ამ დრომდე სიტყვის თავისუფლებას სპეცსამსახურების დავალებით ზღუდავდა. გარკვეული დროის შემდეგ ბაიდენმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვენ ადამიანების დაღუპვაში ვართ დამნაშავეები. რის შემდეგაც მთელი ქვეყნის საგამოძიებო უწყებები აგვიდევდნენ. ეს ძალიან მძიმე პერიოდი აღმოჩნდა ჩვენთვის. First.com-ის გუნდი ღია წერილი საშუალებით გამოეხმაურა სოციმედიაში ცენზურის გაუქმებასთან დაკავშირებულ ცუკერბერგის გადაწყვეტილებას. წერილში დეტალურადაა აღწერილი ჩვენი ქვეყნის პრობლემა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც აზრის პოლიციელებად მოგვევლინენ, ნაცმოძრაობის რეჟიმის პერიოდში მოსახლეობას ინფორმაციის მიღების ყველა გზას უბლოკავდა. ძალადობრივად ითვისებდა და ხურავდა როგორც ბეჭდურ, ისე სატელევიზიო მედია საშუალებებს. ოპოზიციაში გადანაცვლების შემდეგ კი ყველაზე მარტივ ალტერნატიულ გზას მიმართეს. შექმნეს ორგანიზაციები, რომლებმაც მოიპოვეს ლიცენზია საქართველოში სოციმედიაში ცენზურის განხორციელებაზე და מחვილით დაიწყეს ბრძოლა ისეთი ინფორმაციების გავრცელების წინააღმდეგ, რომელიც ლიბერალურ დღის წესრიგს არ შეესაბამებოდა. ასეთი ორგანიზაციების სათავეში გახლდათ ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიას ზონდერებად მუშაობდნენ. მაგალითად, მითების დეტექტორის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არც მეტი არც ნაკლები მსჯავრდებული პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორიც. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ცენზორად მოვლენილი ეთერ ბუზიაშვილიც, რომელიც ოფიციალურად ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაცია ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელია. ბუზიაშვილი საჯარო გამოსვლებში მკაფიოდ აცხადებდა, რომ განადგურებდა ნებისმიერ მედია საშუალებას, რომელიც ალტერნატიული არა მეინსტრიმული აზრის გავრცელებას შეეცდებოდა. რას ერჩიოდით ამ გვერდებს და რატომ მოუწყვეთ Facebook-თან ერთად განკითხვის დღე? მითების დეტექტორი ფინანსდებოდა ისეთი ფონდების მიერ, როგორებიცაა USAID და NEDI. ასევე ღია საზოგადოების ფონდიც, რომელიც ჯორჯ სოროსის მფლობელობაშია. არაერთი კვალიფიციური კვლევით დადასტურდა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერების უკან სოროსი დგას. ასეთი 11 ორგანიზაციიდან 8 სწორედ სოროსის მიერ ფინანსდებოდა. ფაქტ-ჩეკერების ძირითად საქმიანობად მემარჯვენე პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა იქცა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციისა და შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ძირეული ცვლილების ფონზე იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე დასრულდება დემოკრატიის სახელით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურა.